გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ეპშტეინის ფაილებით ხდება ერთგვარი ეს არის ბერკეტი ტრამპის ადმინისტრაციაზე ზემოქმედების. ჩვენ არ ვიცით ახლა კიდე რაღაცეები, ხო? რაც არ გამოქვეყნებულა. ეს ერთი. მეორე ვერსია ვრცელდება ის, რომ დაუშვათ შეერთებულმა შტატებმა ესეთი ულტიმატუმი მიიღო ისრაელისგან, რომ თუ არ ჩაერთვებოდა შეერთებული შტატები ამ ომში, ისრაელი გამოიყენებდა ატომურ იარაღს. ესეც ვრცელდება ესეთი თეორია. თეორია რა პრინციპში ხარ? დღემდე არა აქვს აღიარები ირანის ატომურ პროგრამაზე საუბრობენ და ისრაელს დღემდე არ უღიარებია. თუმცა ყველა ამჩით რომ სამხრეთ აფრიკაში გამოცხადა ეს იარაღი და ეს უკვე თითქოს აი როგორც ჩრდილოეთ კორეაზე ვიცით მაშინ აი ეს არის რა თანამედროვე აი ამ გლობალური პოლიტიკის თვალთმაქცობა აღიარეთ რა თქვინდა ეს თამაში. ეს არის მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი ნუ არის ის რომ რაღაცა დაუშვათ ტრამპს სურს მესამე შესაძლო მიზეზი რა რომ ეძებოთ. ტრამპს სურს რა თქმა უნდა ჩინეთის გრძელვადიანი დასუსტება, ამაზე სულ საუბრობს და იქედან გამომდინარე რომ ჩინეთი არის ირანული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, სადღაც 80% გააქვს თავისთან ირანული ნავთობისა და მას შემდეგ რაც უკვე ვენესუელაში მოახდინა მადუროს დატყვევება და იქ ჯერ არ ვიცით უკვე როგორ იცვლება დინამიკა, მაგრამ ნუ იქაც არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, ვივარაუდოთ რომ ჩინეთში ვენესუელური ნავთობის ექსპორტი შემცირდება და აი ამით ცდილობს ჩინეთი რაღაცანაირად დაასუსტოს ენერგორესურსების კუთხით და ამასაც აქვს არსებობს. ანუ რეალობაში და მეოთხე თავარი არის ის რომ რა ვიცი მე არ მახსენდება არც ერთი პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა ვინც უპირობოდ ისრაელს არ უჭერდეს ხარს ნებისმიერ საკითხში. ერთადერთი ნუ ისეც ბოლომდე არ არის ცნობილი, მაგრამ ერთადერთი პრეზიდენტი ვინც არ გაიზიარა ბოლომდე აი ეს ისრაელის მხარდაჭერის პოლიტიკა, უალტერნატივობა იყო კენედი და როგორ დაამთავრა, ესეც ვიცით.